საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ www.kalata.gov.g მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. სააგენტოს ინფორმაციით განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. გარდა ამისა, შეძლებენ კატეგორიის მიხედვით მოძებნან თუ სად შეიძენენ მათთვის სასურველ პროდუქტს საუკეთესო პირობებით. ნახე, გავეცანი ახალ პლატფორმას, სხვათა შორის ძალიან კაი ფასებია. ძირითადი პროდუქტებია ეს შაქარი, წიწიბურა, რძე, კარაქი, ჩამონათვალში იყო კვერცხი, ქათმის ფილე და ძირითადი რა საბაზისო პროდუქტები, პური არ არის შეტანილი. ხო და გამოვიყენებ ძალიან კაია, მაგრამ მარტო ბრენდული მაღაზიებზეა. ხო და აი მაგალითად ჩემი სუბნის მაღაზია არ არის. რასაც უნდა იფას დაადებე. მე კი გამოვიყენებ, კი ბატონო, ეხა მაიცნობა მაქვს ინტერნეტთან და მაგრამ აი ყველა მოსახლეობის ძირითადი ფენა რომელიც ესე არ არის აი ინტერნეტზე დაუფლებული და ესე პლატფორმებს ვერ აძებნის და თან ყოველდღე უნდა ჩამოფურცლო რომ გადიხარ რა იყიდო რა ვიცი თლათ ისე მასიურად მე მგონი ვერ დაინერგება მაგრამ მაინც აი მთავრობის ცდილობა რომ ცდილობს რომ რაღაცა პროდუქტებზე შექმნას წვდომა ძალიან კარგია მაგრამ უნდა გახდეს მასიური და გავრცელდეს და უნდა რაღაც ალტერნატივა შეიქმნას ამ ბრენდულ მაღაზიებისთან, იმიტომ რომ ეგენი თავის ფასებს ადგენენ და კარტელებივით არიან ერთმანეთში და ესე ვერ დაიწევს ფასები, თუ აი რეალური კონკურენცია თუ არ შეუქმენით. ესე ერთჯერადად და ესე პორტალებით ვერ მოვერევით